Moldova და უკრაინა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივით, საქართველო კი მწვავე ანტიევროპული დეზინფორმაციისა და ევროპულ ბლოკთან გაყინული ურთიერთობებით. Სად არის ჩვენი ქვეყანა, როცა მოლდოვისა და უკრაინისთვის უკვე იხსნება გაწევრიანების მოლაპარაკებები. Ამას ბლოკის 27-ვე წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მოიხსნა უნგრეთის შემოფარხებელი ფაქტორიც, მას შემდეგ რაც იქ ორბანის ხელისუფლება შეიცვალა. Ამ ორ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით საქართველოზე ადრე მისცეს მათ მიერ გაწეული ძალის ხმევის გამო. მაგრამ რა მოხდა ამის შემდეგ, რეკომენდაციების თუ პირობების შესრულების ნაცვლად ივანიშვილის ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ანტიევროპული დეზინფორმაცია, მტრული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების მიმართ, ასევე სრული დატვირთვით აგრძელებს გზაც, რომელიც ევროპიდან ცალსახად ფასდება დემოკრატიულ უკანდახევად. ნინი ბალანჩივაძე მოისმინა პოლიტიკური შეფასებები. ნინი, როგორ ხედავენ ქვეყნის პერსპექტივას ოპოზიციაში? საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ასოცირებულ ტრიოში წამყვანი ქვეყანა იყო, დღეს არაერთი მიმართულებით ჩამორჩება როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინას. ეს არის განცხადებები, რომელიც დღეს კეთდება პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებში. ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობამ ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობები ევროკავშირთან და ეს ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოსთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც მათივე შეფასებით ახლა საუბარი უნდა იყოს ჩვენ შემთხვევაშიც მოლაპარაკებების ეტაპის გახსნაზე, პარტნიორები ფიქრობენ იმ მექანიზმების ამოქმედებაზე, რაც შეიძლება გადადგან მათ ოცნების ხელისუფლების საპასუხოდ და ისინი ასევე თანმიმდევრულად იხსენებენ იმ ნაბიჯებს, რაც ნახეთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან, მათ შორის პირველი განცხადება 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამის შემდგომ იყო არაერთი რეპრესიული კანონი, მათ შორის დევნა ოპოზიციის განსხვავებული აზრის მქონე პირების შესაბამისად. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ოპოზიცია თანხმდება, რომ ვერცერთ შემთხვევაში ურთიერთობები ევროკავშირთან ვერ გადაიკეთება და საქართველოს სწორედ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა დატოვა ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ ევროკავშირისგან შორს. შესაბამისად, აქედან გამოსავლად ისინი ხედავენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ერთიანობით უნდა შეიცვალოს ოცნების ხელისუფლება და იმის მაგივრად, რომ წინ მიდიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვხედავთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიიღეს პარტნიორებმა, მათ შორის ეს ეხება იმ კრიტიკულ გზავნილებს თუ რეზოლუციებს, რომელსაც ამტკიცებენ ევროსტრუქტურებში, ასევე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. მათ შორის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება იყო დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება და ასევე ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ახლო მომავალში შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საერთოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, რაზეც პასუხისმგებლობა იყოს. საქართველო ამ კუთხით თასახაა, რომ ჩამორჩება უკრაინასაც, მოლდოვასაც და უფრო მეტიც 2024 წელს ევროკავშირმა შეაჩერა კანდიდატის სტატუსი ფაქტობრივად 2025 წელს გაფართოების პაკეტში ანგარიში მოხდა საქართველო როგორც დემოკრატიის უკუსვლის მთავარი აქტორი, სადაც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცული არ არის, თეთრი და შავი არის ის მდგომარეობა, როგორ არის უკრაინა, მოლდოვა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში და რა ხდება საქართველოში, რომლისთვისაც უკვე ფაქტობრივად დგას საკითხი უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს თუ არა. მოლაპარაკებების გახსნა მოლდოვისათვის და უკრაინისათვის არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო დარჩა ევროპული პერსპექტივის მიღმა. და საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ევროპული მომავალი აი ამ მომენტამდე, არამედ კეთილდღეობის, გრძელვადიანი მშვიდობის და უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები, რომელსაც უნდა მივახციოთ თანმიმდევრობით და ერთობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოს დღეს აღმოჩნდა რკინის ფარდის მიღმა. დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველ ეტაპს ხსნის. საქართველოს ამ დროს სრულად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. მუდმივად არის კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, რომ ამ მიმართულებით უარესდება მდგომარეობა და ისედაც ხედავთ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არის სრულად შეუთავსებელი დასავლეთთან და არის პრორუსული. შესაბამისად, საქართველოს კარგავს ამ ისტორიულ შანსს.
მაშინ, როდესაც ოცნების ხელისუფლება დაკავებული არის ევროკავშირზე თავდასხმებით დეზინფორმაციული კამპანიით, მოლდოვა და უკრაინა უკვე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადადის. ამ წუთებში იმართება გაფართოების საკითხებზე შეხვედრა ლუქსემბურგში, სადაც კეთდება ევროპელი ლიდერების მხრიდან პირველი განცხადებები სწორედ ამ ორი ქვეყნის რეფორმებთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთეს მათ ბოლო წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე, რის გამოც სწორედ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ეს იქნება პირველი კლასტერი და შემდგომ 5 კლასტერზე უკვე ევროპელი ლიდერები საუბრობენ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება ივლისში. რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, აქ ვეტოს ამ შემთხვევაში ვეტოს უფლებით სარგებლობდა უნგრეთი, ვიქტორ ორბანის უნგრეთი, თუმცა იქ ხელისუფლების შესვლის შემდგომ ეს ვეტოც საერთოდ მოიხსნა. შესაბამისად, დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული შეხვედრა არის, სადაც პირველი კლასტერი, როგორც უკვე გითხარით, ამ ორ ქვეყანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ეტაპის გახსნასთან მიმართებით იხსნება. დღეს ნამდვილად იქნება მეგაორშაბათი გაფართოების პროცესისთვის. პირველ რიგში ეს იქნება პირველი უდიდესი ნაბიჯი უკრაინისა და მოლდოვისთვის, მას შემდეგ რაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ 2023 წელს. საბოლოოდ ჩვენ შევძლებთ პირველი კლასტერის გახსნას ორივე ქვეყნისთვის. რატომ? იმიტომ რომ მათ შეასრულეს. თუ ისინი ასრულებენ, ჩვენც უნდა შევასრულოთ. ამიტომ ველი რომ ივლისში გავხსნით დანარჩენ 5 კლასტერს და ეს ასევე არის ახალი კარგი ამბავი. მეორეც, ჩვენ დავხურავთ ორ დამატებით თავს მონტენეგროსთვის. მთლიანობაში იქნება 16, რაც დაახლოებით ნახევარია იმისა, რაც მათ უნდა გააკეთონ. ახლახან დავბრუნდი ირლანდიიდან, რომელიც საბჭოს შემდეგი თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს შეგვიძლია დავასრულოთ მონტენეგროს ფინიშის ხაზზე მიყვანა. უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები გახდნენ 2022 წლის ივნისში. უკვე 2025 წელს იანვარში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია ამ ორი ქვეყნისთვის მოლაპარაკებების ეტაპის გახსნასთან დაკავშირებით და დღეს უკვე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, რაც შეეხება საქართველოს. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს შემთხვევაში საუბარი იყოს წინ წასვლაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ რა არის ის საპასუხო ნაბიჯები, რასაც დგამენ ჩვენი პარტნიორები ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებთან მიმართებით და მათ შორის მე მაყურებელს შევახსენებ ბოლო შეხვედრას, რომელიც გაიმართა გასულ კვირას 11 ივნისს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალურ პირებს შორის გაიმართა ეს შეხვედრა, ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც საუბარი იყო იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც წარმოქმნა ქართული ოცნების მმართველობამ ქვეყანაში, მათ შორის იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა მიიღეს. საუბარი არის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან მიმართებით და ახლა უკვე საინტერესო არის როგორ გაგრძელდება პროცესები, მათ შორის საინტერესო არის ის ანგარიში, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს 2027 წლის იანვარში, სადაც საუბარი იქნება სავიზო რეჟიმის წლიურ მოხსენებასთან მიმართებით და ამ მიმართულებით საინტერესოა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით.